მოგესალმებით, დღეს არის კვირა 11 საათი და 30 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Universal-ის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კონსულტაცია ვეტერინართან. მე კი ამ პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ ნანა ავალიშვილი. ჩვენი სპონსორია ვეტერინარიული კომპანია მეგავეტი. ყველაფერი თქვენი 4 ფეხა მეგობრებისთვის. გადაცემაში დღეს ნახავთ ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარი ჯაბა კილაძის და მის ახალ 4 ფეხა მეგობარს ფეფოს მასპინძლობს. სიყვარული, ემოცია, იუმორი, ძალიან თბილი ატმოსფერო ჩვენს ეთერში. იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, აუცილებელია საკვების სწორად შერჩევა. ვეტერინარიული კომპანია მეგავეტი წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრანგული ბრენდის ვირბაკის ჰიპერპრემიუმი ხარისხის ძაღლისა და კატის საკვებს. ვირბაკის პროდუქცია შეისწავლეს და ერთხმად საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. ვირბაკი თქვენი საყვარელი ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა. პროდუქციის შეძენა შეძლებთ როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ ვეტაპთიაქებსა და ზოომაღაზიებში, ასევე მეგავეტის ქსელში. მისამართი: საბითუმო ბაზა, ცენტრალური ოფისი, წერეთლის გამზირი 117D, ქალაქი თბილისი. ტელეფონი 0322 83 20 20. ვეტერინარიული აფთიაქი, ზოომაღაზია, საცალო ბაზა, წერეთლის გამზირი 125. ტელეფონი 591 09 33 33. წერეთლის გამზირი 133B. ტელეფონი 551 00 11 44. მას ესე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგერთდებით და ტრადიციულად მეგავეტის ოფისში. ეს არის ვეტერინარიული კომპანია, ჩვენმა მაყურებელმა უკვე კარგად იცის. მოგესალმები ვახო. მოგესალმები. მიუსაფარით სუგო, რომელიც რაღაცნაირად ინციდენტი შეემთხვა მას, როგორც ჩანს დიდმა ძაღლებმა დაჩაგრეს და ჩვენი ვახო ექიმის დახმარებით მას ჩაუტარდა კვლევა, რენტგენოლოგიური გადასხმა, ანტიბიოტიკი, ყველაფერი ამ კამპანიას შემოუერთდა ჩვენი პარტნიორი მეგავეტი და ძალიან კეთილად დასრულდა. გადასცეს წამალი მას საჩუქრად და აი ვახო ექიმი დეტალურად გვიამბობს ამ ამბის შესახებ. ცხოველებს შორის მოხდა ინციდენტი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა არსებობისათვის, ეს ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს ახასიათებთ, რა თქმა უნდა, და მოგეთ დაგიჩაგრა ჩვენი კურცხარის მეტისი. ძალიან საყვარელი ძაღლია. არ ვიცი, აი ისეთი თვინიერი, რომ ოდესაც აი მაგიდაზე ესე იგი თერაპიის გაგუბრებაში მაგიდაზე იჯდა, ისე აი ყველანაირად გათვალიერები გვაძლევდა ტუჩის აწევის საშუალებას, ყველაფერი აბსოლუტურად პალპაცია, პერკუსია, აუსკულპტაცია, ყველაფერი ჩაუტარდა და ხმა არ ამოღია. მე დაჭირდა რენტგენოლოგიური კვლევა, რა თქმა უნდა, გადავუღეთ და აღმოჩნდა ესე იგი ყბის მოტეხილობა. ნუ რა თქმა უნდა, ქვედაყბის მოტეხილობა, ნუ გასაგებია ყველაფერი, უკვე აქ რაც იყო საჭირო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩაუტარდა. და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ანალოგიურად ესე იგი თერმომეტრიის მერე ეს სიცხის გასინჯვის მერე აღმოჩნდა ერლიხიოზი ტესტირება ჩაუტარეთ სწრაფი ტესტით და ერლიხიოზი აღმოჩნდა. ნუ სამწუხაროდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს 1 და 2 დღის ეთქვა რაღაც ქუჩის ცხოველებს დამახასიათებელი ტკიპური ინფექცია არის, რა თქმა უნდა, და აქედან გამომდინარე დაინიშნა მკურნალობა. და ნუ თავიდან რადგანაც ყბის მოტეხილობა და აბებს ვერ ვაძლევთ, ჩვენ მეგავეტმა ნამდვილად გვაჩუქა ესეთი პრეპარატი, როგორც არის ინიექციის სახით ოქსიტეტრაციკლინი, რომელიც ესე იგი გაუკეთდება ჯერჯერობით, სანამ ესე იგი უნიდოქსზე გადავიყვანთ. ჩვენ მანამდე ესე იგი გაუკეთდება ეს ინიექცია, იმიტომ რომ ყბის ესე რომ მივცეთ, ძნელდება მექანიკურად, ესე იგი ამ პრეპარატის მიცემა ძალიან ძნელია და ასე შემდეგ. ამიტომ შენობა გამოიყვა ამ ცხოველს, სადაც იმყოფება, სადაც აჭმევთ უბრალოდ თქვენ და უვლით და მეც რა თქმა უნდა ჩავერთვები შენობებში, როდესაც დასრულდება მკურნალობა, რომ ჩაუტაროთ ანალოგად ბიოქიმიური ანალიზები, სხვა ანალიზები და კვლევა და გადავიღოთ რენტგენი ისევ, რომ ყბა როგორ ესე იგი შეხორცდება. კალციქია დაენიშნა, რა თქმა უნდა, ეს კალციქია არის კალციუმის პრეპარატი, რომელიც დააჩქარებს შეხორცებას ქვედა ყბის. დაინიშნა დიეტ საკვები, რა თქმა უნდა, და ესე დაბლენდერებული ესე იგი ბულიონები და ისო ადვილად ესე იგი ღეჭვა არ დაჭირდეს და ადვილად გადაღლაპოს და მიიღოს საკვები. ხო, ექიმო, ესე იგი არ შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა არ გითხრა. აი ამ უანგარო თავდადებისთვის, ასეთი მზრუნველობისთვის და ასევე არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადაუხადო მეგავეთს,
რომელთა მენეჯერებმა, წარმომადგენლებმა შეიტყვეს თუ არა ამ ამბის შესახებ, გამოთქვეს მზაობა და ინიციატივა, რომ აი მედიკამენტებით დახმარებოდნენ ქუჩის მიუსაფარ ზარს. მეგავეც ბევრჯერ დახმარებია, სხვა ბევრი შემთხვევები ვიცი ძალიან და უსასყიდლოდ უჩუქებიათ კიდევაც. მე ვიტყოდი რომ მიუსაფარი თავსაფრებისთვის სხვა პრეპარატები, ესე იგი ექტოპარაზიტების და ენტოპარაზიტების პრეპარატები უსასყიდლოდ უჩუქებიათ. ეს მე ძალიან კარგად ვიცი რა, ასე რომ ეს მისასალმებელი და საამაყო ნაბიჯი არის ამ კომპანიისგან. მე ეს უნდა მეთქვა, მისასალმებელია ნამდვილად. სიმპარიკა ტრიო გადასცეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს დიდი რაოდენობით და მადლობა მათ ამისთვის. სხვათა შორის მათ გადაეცათ, რომ შემდგომში მიუსაფარმა, ეს მუნიციპალურმა ესე იგი თავშესაფარმა მე შემდაურიგა მიმკედლებლებს მიუსაფარი ცხოველებისთვის. სხვათა შორის ესეც ძალიან კარგი ნაბიჯია და სწორია და ნამდვილად მისასალმებელია. ნამდვილად ძალიან კარგი აქცია იყო და ღონისძიება. მოდი ამ პრეპარატის შესახებ ვამბოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რამდენადაც აი სიტუაცია მოიტანა. ეს არის ტეტრაციკლინი, ეს არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, როგორც გრამდადებითი, ასე გრამუარყოფითი, ესე იგი ბაქტერიებისთვის, პათოგენური მიკრობისთვის და როდესაც აი დავუშვათ რამე ინფექციურ პათოლოგიასთან და ბაქტერიალური პროცესის ორგანიზმში აუცილებლად ეს ინექცია, ესე იგი ეს ანტიბიოტიკი გამოიყენება უშუალოდ აი ცხოველებში. საერთოდ ეს პრეპარატი გამოიყენება სასწრაფო-სამეორნ და ესე იგი დანიშნულებით ძაღლებში, უფრო ჩვენ ვიყენებთ ამას აი უშუალოდ ტიპური ინფექციების დროს თუ დავუშვათ აბების სახით ჩვენ ვერ ვაწვდით და ინექცია ეს ინიშნება თავიდან და მე შემდგომში უკვე გადავდივართ ტაბლეტურ პრეპარატებზე. მაგრამ ეს არის მაინც გავრცელებული ესე იგი ვეტერინარიაში პრეპარატი, რომელიც ძალიან ბევრ დაავადებას ინფექციურ დაავადებას ებრძვის და ამარცხებს კიდევაც. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგავეც ასეთი კარგი დახმარებისთვის და დახმარებისთვის კი. ვახო, ჩვენ დავუპირდით ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ვირბაკის კვების ხაზის შესახებ ვამბობდით. ეს არის ფრანგული ბრენდი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი და ძალიან მაღალი ხარისხის, ჰიპერ პრემიუმ კლასის. მე როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში არც არის, ხო, ანალოგიური. ანალოგიის პირველი მეგავეთმა შემოიტანა ვირბაკი უშუალოდ, რომელიც უკვე, ესე იგი, რომელსაც გაეცნობა ჩვენი საზოგადოება და თავის საფრთხე მეგობრებს, რა თქმა უნდა, უწილადებს, მისცემს და ესე იგი, ამით ჩვენ გაუმჯობესებთ ჯანმრთელობას. და ასევე აღსანიშნავია ერთი რამ, გამიკვირდა პირველ რიგში, რომ ეს არა მხოლოდ საკვებია, არამედ სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება ეს საკვები და შენგან ველით ვახო ექიმო დეტალურ ინფორმაციას. სიამოვნებით. საერთოდ აქ არის წარმოდგენილი ძალიან დიდი რაოდენობით, ესე იგი εν რაოდენობის სახეობა საერთოდ ამ ვირბაკის საკვების. აქ არის აი ასაკვის მიხედვით დაწყებული ლეკვების, აი მაგალითად ეს არის ლეკვების საკვების შემდეგი ჯუნიორის, მაგალითად უკვე ზედა 6 თვის ზემოთ არსებული ასაკისთვის დამახასიათებელი მისაღები საკვები. აქ უკვე არის უკვე პატარა ჯიშის ცხოველებისთვის არის მაგალითად დეკორატიული. აქ არის ჰიპოალერგიული ცხოველებისთვის მაგალითად მაგ ლარჯი მედიუმი, ნუ ეს სხვადასხვა თითქმის ასაკოვანი ცხოველებისთვის დააშენე, მაგრამ მე მაინც გამოვყოფთი აქიდან აი ესეთ რამოდენიმე ფორმულა მომწონს, ეს არის შარტკენჭოვანი და თირკმელების ეს კი დაავადებისთვის და დიეტური, ესე იგი დიაბეტიკური, ესე იგი დიაბეტი დაავადებული ცხოველებისთვის არის სპეციალური ესეთი საკვები. ეხლა მინდა ცოტა ვილაპარაკო დიეტურ საკვებზე. საერთოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი მე რომ ეს არის ჰიპერ პრემიუმ კლასის ფრანგული ბრენდი, ესე ვთქვათ, ვირბაკი, რომელსაც ანალოგი არ ყავს მსოფლიოში. ეს არ არის რეკლამა, ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი და ჩვენ ვდგებართ ფაქტის წინაშე, რომ ნამდვილად აი იმდენად ესე იგი არსებობს სუპერ პრემიუმი, ეს არის ჰიპერ პრემიუმი. ეს კი ამის ზემოთ უკვე არ არსებობს ხარისხი იმდენად, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ნედლეულისგან შესდგება ბიოლოგიურად ესე იგი გენმოდიფიცირებული ისიც ელემენტებიც კი არ შედის. არსენ საღებავები არ შედის, ოქსიდანტები, კონსერვანტები არაფერი არ შედის აბსოლუტურად და ამიტომ არის მისი ხარისხი ძალიან ესეთი მაღალი და მათი ცხოველის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო. ეხლა რას ნიშნავს აი დიეტური ამის დადებითი და ესეთი დადებითი და მთავარი თვისება რა არის. საერთოდ ცხოველს როდესაც დიეტაზე გადაგვყავს, ისინი ხებულობენ სტრესს. სტრესი, იმიტომ რომ იმას შია, იმ გამოყოფილია ეს კუჭქვეშა ფერმენტები და შია და ეს დისკომფორტს უქმნის. აქ სხვანაირად არის საქმე წასული. ესე იგი, ცილის პროტეინი არის 34%.
საკმაოდ მაღალია. ანუ შიმშილის გზნობა არ აქვს, ეს უათიანად ღებულობს, ის შიმშილის გზნობას არ და კვირაში 0.8% ესე იგი წონას კლებულობს მისი მასიდან. უმტკივნეულოდ, ხო, ესე იგი უმტკივნეულოდ კვირაში 0.8 ეს არ არის პატარა და ცოტა, ხო? და ეს ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის რაღაც გარკვეულ დონემდე დაიყვანს, ესე იგი რაც სჭირდება, მას კონსტიტუციის მიხედვით, თავის სხეულის კონსტიტუცია ახასიათებს ყველა ესე იგი ინდივიდს და იმუნარჩუნებს იმ წონას. ესე იგი კუნთური მასა რჩება აბსოლუტურად და ესე იგი 0.8% კი როდესაც ის ცხიმიანობა დაიშლება და რჩება ცილა, კუნთი და ყველაფერი. გარდა ამისა, ეხა ამას აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. კუჭ და გასტროინტესტინალის მიმართულებითაც არის ესე იგი დიეტური, ესე იგი მარტო გასახდომის საშუალება არ არის. ეს არის საყრდენ მამოძრავების სისტემის მიმართულებით არის განსაზღვრული და სხვადასხვა დიაბეტიკებისთვის არის, იმიტომ რომ მაგას აქვს გლიკემიის ინდექსი ძალიან დაბალი აქვს, ეს რას ნიშნავს? ესე იგი ნახში წყლების დაშლის ფონზე უბრალოდ გლუკოზის დონე იზრდება სისხლში და არ იწვევს ესეთ კატაკლიზმებს, ესე ვთქვათ, ჰიპო და ჰიპერგლიკემიურ ესე იგი ცუდ მდგომარეობაში, კომაში არ აგდებს ცხოველს აი ამ დიაგნოზის დროს. სწორედ ეს არის ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი აი ამ საკვების, აი რაც მართლა უნიკალურია და მისი ანალოგი ნამდვილად აი ნაკლებად არ ყავს ესე ვიტყვი მე. გარდა ამისა, ეხლა საყრდენ მამოძრავების სისტემის დეგენერაციულ პროცესებს აჩერებს. ისეთი ნივთიერებისგან შედგება ეს საკვები. გარდა ამისა და კიდევ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ შედის N რაოდენობით ვიტამინები A, D, E და B პირველი, B2, B5, B6, B12, B9, ეს არის აი არ ვიცი და აბსოლუტურად მიკრო და მაკრო ელემენტები, სრული კომპლექსი და ეს არის სულად რომ ცხოველია თავს გრძნობს ენერგიულად, ასაკოვან ესე იგი პერიოდშიც კი თავს გრძნობს წყინვალი და ინარჩუნებს იმ ფორმას, რაც მისაღები არის როგორც ექსტერიერისთვის, ისე ინტერიერისთვის. სანამ შარდ-კენჭოვანი დაავადებების შესახებ აი საკვებზე გადავალთა ძალიან საინტერესოა ის რომ არსებობს ასეთი ტიპის საკვები, პრევენცია და პროფილაქტიკა შარდ-კენჭოვანი სისტემის დაავადებებისთვის. მე მინდა ამ დაავადებების შესახებ კითხო და გთხოვა რომ კონსულტაცია ჩავატაროთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის, აი რისგან ჩდება, როგორ დავიცვათ თავი, თუ არის ეს პერიოდული, თუ არის მუდმივი, მკურნალობას რამდენად ექვემდებარება, დავუშვათ ანალოგიური ტიპის საკვების მიღება რამდენად დაიცავს ჩვენს ცხოველს, აი შენგან ველით ამომწურავ ინფორმაციას. შარდ-კენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი პრობლემაა, საერთოდ ვეტერინარიაში, ცხოველებში, კერძოდ როგორც ძაღლებში, ასევე კატებში. ნუ ყველაზე დიდ პრობლემას უფრო ხვადებში წარმოადგენს, იმიტომ რომ მათ ისეთი ანატომიური აგებულება აქვთ, რომ თუ დავუშვათ კენჭი წარმოიქმნა, დავუშვათ ოქსალატი ან ფოსფატი, უკვე ურეტრაში ხდება ჩაჭედვა, ან შარდის ბურჯში დაგროვება, ან წარმოიქმნება თუნდაც თირკმელებიდან და ეს ყველაფერში ძალიან დისკომფორტის გარდა ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის. იწყება მაკრო და მიკრო ჰემატურია. ჰემატურია ნიშნავს სისხლიანი შარდი, ცხოველი ესე იგი უკვე მოუსვენად იქცევა, წვავს, ურეტრის წვავს და ნუ ძალიან ბევრ სხვა პრობლემები წარმოიქმნება, პიელონეფრიტების, თირკმელების ანთება მიმდინარე ლოცვანი გარსის შარდიბურჯში ცისტიტი აქვს ქრონიკული. მოკლედ ეს იმდენ სირთულებთანაა დაკავშირებული, რომ ამიტომ საჭიროა ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვეტერინარული მიმართულებით. ნუ უროლოგიური, რა თქმა უნდა, არა მარტო საკვებამდე ჯერ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეხოსკოპირება, სისხლის ბიოქიმიური ანალიზები, უნდა გავიგოთ იდენტიფიცირება ეს ოქსალატებია, ფოსფატებია, რა არის მიზეზი, საიდან მოდის, ყველანაირად თირკმელებში არის თუ მარტო შარდის ბურჯში ხდება ამის სინთეზი, ესე ვთქვათ, და მერე შემდგომში შესაბამისად ხდება მკურნალობა. ნუ არსებობს ლაზეროთერაპია, დაშლა საერთოდ ამ კენჭების, არსებობს, რა თქმა უნდა, ოპერაბელური მეთოდი, უნდა გაიჭრა შარდის ბურჯში ეს კენჭები თუ დიდ ზომის არის, უნდა მოხდეს მისი მოცილება ამოღება, თუ რეტრაში ხდება ჩაჭედვა, რა თქმა უნდა, იქაც ანალოგიურად ჩართულობა ოპერაციით ქირურგიული მეთოდით და თუ დაუშვათ მისაღებია იწყება შენობაში მედიკამენტები, როგორც ჰომეოპათიური პრეპარატები არის მედიკამენტები, რომ ესე იგი ამ კენჭების, ოქსალატების და ფოსფატების და ამ მისი დამშლელი და გარდა ამისა ყველაზე კაი საშუალებაა ისევ და ისევ ვირბაკის ეს არის კიდნეა, ეს არის ძალიან ჰიპერ ესე იგი პრემიუმ კლასის პრეპარატი, აი ზუსტად ჰიპერ კლასის პრეპარატი ეს საკვები ოსებს ვეტერინარული, რომელიც ზუსტად ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც შლის აი ამ
კენჭებს მთლიანობაში თუ დაიშლება და სილის სახით გამოდის მთლიანად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ამაზე როდესაც მიდრეკილება ცხოველს შარტკენჭოვანი დაავადებისგან, სწორედ ეს საკვები მას აცილებს ოპერაციასაც თუნდაც, ესე იგი გართულებებსაც და იმ მაკრო და მიკრო ჰემატურიაც კი არ ექნება, ისე უმტკივნელად მოხდება, ესე იგი მისი განკურნება კიდევაც. იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც დიდი კენჭი ქონდა შარდის ბუშში, მაგალითად, ესე იგი ერთ-ერთ ძალს და ამ საკვებზე როდესაც იყო, ის მთლიანად დაპატარა და შემცირდა და დაიშალა იმდენად, რომ საერთოდ არანაირი ვეტერინარებიც კი გაოცებულები იყვნენ. არა და გაოცებულები იყვნენ საერთოდ იმდენად კარგი შემადგენლობა შედის, რომელიც ესე იგი ხელს უწყობს ამ დაშლას. აქაც პროტეინი ძალიან მაღალი, არ დაგოცვა არის 34% და კიდე ეს მაღალი პროტეინური, ესე იგი თვისება ამ საკვების ის არის, რომ ის მოანდომებს წყლის დალევას. სწორედ ეს წყლის დალევა კიდე ხელს უწყობს უკვე დაშლილი ამ ესე იგი ოქსალატების მთლიანად გამოდევნას ადვილად ამ თირკმელების და შარდის საშუალებით და თავისუფლდება აი ამ ესე იგი ზედმეტი ესე იგი სტუმრისგან, რომელიც არის მის სტუმრისგან, რომელიც არის მის ორგანიზმში. ეს საკვები არის როგორც ძაღლისთვის, ასევე კატისთვის. და საერთოდ მინდა აი აქცენტი გავაკეთო, როდესაც ჩვენ აი კასტრირებას ვუკეთებთ დავუშვათ კატებს და თუნდაც ფისოებს. ყოველთვის მათ აქვთ მიდრეკილება შარტკენჭოვანი დაავადებისგან. ძალიან დიდი მნიშვნელობა ურინარის შემცვლელი სპეციალური, ესე იგი საკვები არის, რომელიც ანალოგიურად შლის აი ამ ზუსტად აი ამ ოქსალატებს, ამ ფოსფატებს, აი ამ ცუდ სტუმრებს, ესე ვთქვათ, ორგანიზმში არსებულს და ესე იგი უმტკივნევლად ისინი აგრძელებენ ცხოვრებას, არიან თავს წყვილად ხდება. თუმცა მარტო არა კასტრირებულსაც ემართებათ, რა თქმა უნდა, ესე იგი ბევრ ფისოს მიდრეკილება აქვს აი ამ დაავადებისგან და კი, რა თქმა უნდა. აი აქ არის ჰიპოალერგიული საკვები, სხვათა შორის ჰიპოალერგიული საკვები ბევრი ცხოველი არის ძალიან ალერგიული. ძალიან კი, მარტო მალტეს ბევრი კიდე თუ როდესაც დავგე თვალებთან რო აქვთ ეს მუქი კვალი და ისა და სწორედ ეს საკვები უკვე ხელს უწყობს ისეთი ბიონედლეულისგან შეზდგება, რომ ესე იგი ალერგიას არ იწვევს. ანტიჰისტამინური მიმართულებით არის საერთოდ ეს გათვალისწინებული და ეს თვითონვე ისეთი მცენარეული კომპონენტები შედის კიდე დამატებით, რომელიც ხელს უწყობს მოვერიოთ იმ ალერგიულ რეაქციებს, რომელიც არის ორგანიზმში. ბედნიერი ზაფხული ვუსურვოთ ჩვენს 4 ხე მეგობრებს და მათ მეპატრონებს დიდი მადლობა. აუცილებლად, აბა კარგად. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დროა. დღეს ჩვენი სტუმარია არაჩვეულებრივი ადამიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი, ცხოველთა მოყვარული, ფუფას მეპატრონე. ჯაბა კილაძე, გამარჯობა ჯაბა. ესე იგი მადლობა რომ გვესტუმრეთ და მადლობა რომ აი ეს არაჩვეულებრივი პიროვნება წარუდგინეთ ჩვენს ტელემაყურებელს. მე მიხარია რომ ოჯახში მატება გაქვთ. აი გაგვაცანით. ეს განსაკუთრებულია. ეს არის ფუფა, რომელიც არის კუჩის კატა. და ძალიან უცნაური ისტორიით აღმოჩნდა ჩემთან სახლში ნუგეშინია, სადაც ცხოვრობდით რა იმ აქ პერიოდში ზუსტად. იქ რაც ესეთი სულ კერძო სახლებია და ბევრი კატები იყო რა ესე და ერთი კატა იყო დედალი, რომელსაც სულ ვაჭმევდით. ანუ სულ მოდიოდა რა, იცოდა ეს ჩვენი ადგილი და ამ კატამ ჩვენი ყოფნის პერიოდში რაც დაახლოებით 6 წელი ცხოვრობდით ამ ადგილას. წელიწადში ორჯერ მეგობრები შობიარობდა რა, ჩვეულებრივად და მე ეს თავისი კნუტები მოყავდა, ჩვენ ვაჭმევდით და რაღაც ეს პროცესი ქონდა. ოღონდ ამას ძალიან კარგად აკეთებდა რა, რომ იმშობიარებდა, ანუ ალაგებდა რა, რაღაც თავისებურად ამ იმას ერთ ადგილას წაიყვანდა ამ კნუტებს მეორე ადგილას ანაწილებდა ჭკვიანურად რა. და ეს უწყვეტი პროცესი იყო რა, და სულ მეცნებოდა ამ კატაზე ერთ-ერთჯერ ვიფიქრე, რომ მეთქვა წავიყვანო, რომ ცოდოა ამდენჯერო სულსულად არის და არასოდეს ამ კატას არ დაუტოვებია კნუტი. ანუ აბინავებდა ყოველთვის. და მგონია რომ მადლიერების ნიშნად მოგიყვანა ანუ მომიყვანა თუ რა წარმოიდგინეთ ესეთ რაღაც რომ ეზოში მესმის კნავილი კნუტის ხო და ნუ ვიცოდი რომ ამან იმშობიარა და როგორც ყოველთვის გადაყავს ეს კნუტები ხო და ნუ მესმოდა ეს ხმა არ მივაქციე ყურადღება იმიტომ რომ ხა ის ყოველთვის აკითხავდა და ისეთი ისტერიული იყო ეს კნავილი რომ ბოლოს ნუ გავედი მეთქი რა ხდება თქო და სადღაც იმაში რაღაცის ქვეშ ეს პატარა ტიპი არის რა
ხო და ეხლა ვიფიქრე გამოვიყვანო მე ეხლა ის დედა ყოველთვის ალაგებ და ამიტომ დაველოდე რომ მეთქი უწექებ წაიყვანოს და დაახლოებით თითქმის 2 დღემდე არ გაეკარა საერთოდ და ეს კნაოდა კიდე ანუ მოგიყვანა ფაქტიურად და ნუ მე გამოვიყვანე იქიდან ავახელინე ეს თვალები სოსკით ვაჭამე ის და დამიტოვეს და რა მხელა და ჯაბა რა მაინტერესებს დედაც ესეთია დიდი და პოსტონა არა არც ერთი საერთოდ მისგან გაჩენილი კატები რაც მინახია მე იქ არც ერთი ამას არ გავს რაღაც განსაკუთრებული ტიპი დამიტოვა რა აი მე ძალიან საყვარელი ფისოებს არ უყვართ უცხოები და როგორ მომაფერებინა მე ვიაშინებს ხო და არის მართლა ძალიან საყვარელი ძალიან ჭკვიანი ძალიან გადარეული. ჯაბა შენ სხვა ცხოველებიც ყავს, ვიცი რომ დედას ყავს. ხო და აი როგორ ინტეგრირდა იქ? იცი რა არის, ხო იმ დედაჩემს რა კატებიც ყავს, იმათ დიდად არ მიიგეს ეს. რა ეს კი დაძდევდა ეთამაშებოდა, მაგრამ იმათმა არ მიიგეს რა. და ეხლა რომ გაიზარდა ხო რა შინია? შინიათ კი ამე მეზმეშინიაში გადაშიგრა მოინდომას, ამას შეიძლება შეგჭამოს. საკმაოდ ისეთი ის არის რა ძლიერი და დიდი კატაა ძალიან რა და ხალხებს გონიათ რომ მეინკუნთან ნაჯვარია და არავინ და მეინკუნთან მე მგონია შეიძლება არ ეკიდე კაჩედი ხო სირცხვილია ხალხი რა სიტყვის ჯაბა ჩემო კარგო ისეც არ ყავს ფისო და უნდა ყავდეს მოდი რჩევები მეეცი ხო კატას ან ძალიან დიდი ფისო მოყვარული ხარ იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც კატა მოყავთ რომელიც ვიზუალურად ძალიან მოწონთ ხშირ შემთხვევაში ბრიტანულ კატებთან არის მე მგონი ესეთი თემები თვალის ფერის გამო იმის გამო და ყველა კატასაა გამორჩეული თავისებური ხასიათი ზოგი არ არის ესე ზედმეტად თბილი ზოგი არის ანუ არის რაღაც ტიპის კატები განსაკუთრებით ჯიშიანებშია ეს როდესაც შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორიც შენ გინდა, ანუ რისთვისაც მოყავს. ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდე, რა გინდა კატისგან, რა ტიპის კატა მოყავს და ასე შემდეგ. ქუჩის კატებს, ასე ვთქვათ, ესე რომ დაუძახო, სხვა ტიპის ხასიათი აქვს, თუმცა იმაშიც იკვეთება, გააჩნია რასთან და როგორ ნაჯვარია. შეიძლება იყოს გიჟი, აგრესიული ცოტა, შეიძლება ძალიან თბილი იყოს. ვერ გაიგებ რა. ამიტომ ძალიან კარგად უნდა გაერკვიო რა გინდა, როგორი კატა გინდა და მე გადაწყვეტო, იმიტომ რომ ესეთ ტიპები არიან, რომ განსაკუთრებული სჭირდებათ რა, მაინც სხვანაირი მიდგომა. ჯაბა ფუფა როგორ დაარქვი? ვაიმე ფუფა დავალკვი და არ ვიცი რომ უყურებდი, ასე ფუფა. ეგეთი გუნდა იყო პატარა რომ დადიოდა და თან თავიდან მეგონა გოგო. მელი აღმოჩნდა რომ ბიჭი და როგორი ხასიათი აქვს? აი მიიღე ის რაც გინდოდა. აუ ძალიან საყვარელია კი, მართლა ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ ამათ კიდე მე ქუჩის კატებს ცოტა სხვანაირი იმუნიტეტი აქვს, უფრო ესეთი ძლიერი და ესეთი ტიპები არიან და გონია რომ რაღაც მადლიერება სულ აქვს, რომ შენთან არის და შეიკედლე. და რა ვიცი, ძალიან ზოგს აქვს რა, ეხლა მაგალითად ამას ტელევიზორზე რეაქცია აქვს. ანუ ჩვეულებრივად რაღაც ფეხბურთს რო უყურებ რა რაღაცა ბურთს დაასდევს იმას და სხვა კატა ანუ იშვიათია რომ ყველას კონდეს რა. საყვარელი. ხო და საკმაოდ მაღალი ინტელექტის არის, ჭკვიანია ძალიან. უბრალოდ ცოტა გადარეულია და ველურია და ამიტომ ხშირად მაქვს ხოლმე ხელზე ნაკაწრები და ესე. მე ცოტა არ მჯერა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იქცევა ფუფა, აქ არა ფუფა. აი სახელზე როგორ რეაგირებს ნახე? ჭკვიანი. ეს აბსოლუტურად ესეთი და ძალიან ანუ კატა რო ყავს კიდე ხვდები რა მე იმდენად ისეთ დეტალები აქვს თუმცა ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვს ცხოველებს სხვა ცხოველებისგან შინაური ცხოველების ძაღლისგან მithumet და ესეთ ტიპები კაი შმაკები არიან და ამ კუთხით არის დაუშვათ კატა უფრო კომფორტული რაღაც კუთხით რა ანუ რა თქმა უნდა ძაღლი ძალიან მიყვარს და ჩემებს ყავთ ძაღლი რა მაგრამ მე მიჭირს მაინც ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება იმიტომ რომ ძაღლს თავისი რეჟიმი ჭირდება და ამათ ეს არ ჭირდებათ ну ხარ უნდა მიატოვო რა თქმა უნდა მაგრამ ეს ძალიან თავიდანვე ამას არ ჭირდება სწავლა საპირფარეშოს ამბავში ანუ იდეალურად იცის ეს ყველაფერი რა სად გაქნას როგორ გააკეთოს რანაირად რაღაცა რომ დაუშავებია ეს თქო იქ ამძვრალა სადაც არ უნდა ამძვრალიყო რომ გაუბრაზდები ხდება რომ იქ ბრაზდები სადაც არ ბრაზდები იქ მიდის და არის მშვენივრად რა ამიტომ კატას არ ჭირდება ეხლა. ანუ რომ მიდიხარ სამსახურიდან და შემდეგ ბრუნდები არ გებუტება. არა, გადასარევად არის. ეს ხო ისედაც ამათი ხასიათი ხა ეს ზუსტად ვინ იცის, მაგრამ ეს თulis თალხში ანუ შენ პატრონაც კი რა თანაბარ ტიპად. შენ ცხოვრობ მასთან. ხო რა, სახშია რა.
ერთადერთი არ უყვართ დიდად გარემოს შეცვლა, იმიტომ რომ ისტრესებიან რა. და არ შემიძლია ეს საუბარი ისე არ დავასრულო, რომ ქუჩის ცხოველებს არ შევეხო. ჩვენი უსაყვარლესი ფისოები, ძაღლები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და რომელთა არჩევანი ნამდვილად არ არის იქ ყოფნა. ჩვენს გადაცემებში შენ გახსოვს ალბათ, ჯაბა ჩემო კარგო, მივმართავთ ხოლმე ჩვენს ტელემოყურებლებს თხოვნით, მოდით დავეხმაროთ, საკვები მივაწოდოთ, წყალი მივაწოდოთ, რასაც შევძლებთ, ვიცი რომ გვიერთდები, მოდი შენც მიმართე. კი, რა ვიცი, ეს უკვე, იცი რა, ერთის ხო მე მგონი ადრე ვთქვი, რომ რაღაც თავისებური სასიამოვნო ელფერი გასაგები რომ რთულია, რომ პატრონად არის, მაგრამ შეუძლებელია რომ ყველა ის კატა და ძაღლი პატრონის ქვეშ აღმოჩნდეს, რომელიც ქუჩაში ებდო, ძალიან ბევრია ფიზიკურად და რაღაც კუთხით თითქოს ქალაქს ეს რაღაცა უხდება კიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა, ძალიან შეცვლილია საზოგადოება ამ თვალსაზრისით, ძალიან უვლიან მართლა ხშირ შემთხვევაში, ხშირად შეხვდებით ეს პატარა სახლებს, ხედავ ხოლმე რომ ქუჩაში არის ადგილები, სადაც კატებს ცალკე უყრიან და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოცხალი არსებები არიან. განსაკუთრებით აი ამათ აქვთ ეს პრობლემა ქუჩის კატებს თვალებზე ემართებათ ხოლმე რაღაცეები და უმარტივესია იყიდება ყველგან თვალს ჩასაწვეთებლები და იგი ძალიან მარტივია რომ ხედავ და იმ კატას აჭმევ შეგიძლია რომ ჯაჭვეთო ცოდოები არიან და რა ვიცი ხო რა ეს რაღაცა იმ ზრუნვა ამაზე ძალიან კარგი ის არის და მე მგონია რომ ჩვენ ხვდებით ამით უკეთესი ადამიანები მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა ცოცხალი არსებაა წარმოიდგინეთ ისევე გრძნობს და ფიქრობს და ხვდება რაღაცებს როგორც რა ვიცი ბევრი და ну, ახლა ეს მართლა გამორჩეულად განვითარებულები არიან, ხო, კატებიც და ძაღლებიც. ვაიმე, სასწაული ვიღაცაა ჩვენი ფისო. ჩემო კარგო, ბოლო შეკითხვა მაქვს, დაბანა თუ უყვარს? იცი რა არის? საერთოდ დავარცხნაც ძალიან მიჭირს ხოლმე ამისი რა, განსაკუთრებით ეს თქო მუცელზე იყუტუნება, როგორც მუცელზე გადავდივარ, ისტერიკაში ვარდება და საკმაოდ ისეთია რა თუ იკვირება მაგრად იკვირება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კომფორტული ბანაობის, ეს არის მშრალი შამპუნი, ფრანგული ბრენდი ბიოგანსი, აი ძალიან მაგარი რამ, ესე იგი უბრალოდ შეაზღურებ და აღარ უნდა წყლით ჩამობანა, ჩვენი ულამაზესი ფისო იქნება სუფთა და გაწკრიალებული. აი ეს თქვენ საჩუქრად, მე მინდა გადმოგცეთ ვირბაკის საკვები, სპეციალურად კასტრირებული ფისოებისთვის. ეს არის უმაგრესი ბრენდი, ფრანგული მსოფლიო ბრენდი, ჰიპერ პრემიუმ კლასის. მადლობა უთხარ, მადლობა უთხარ. მადლობა ჯაბა, ჩემო კარგო და მადლობა ფუფა. მადლობა შენ ხე დაბანაკელის წინ. მადლობა დიდი. თქვენ დიდი მადლობა რომ ზრუნავთ ესე ამ საყვარელ არსებებს. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.